ცხეთა, ქალაქი საქართველოში, ცხეთის მუნიციპალიტეტისა და ცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ცხეთა ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მშვენიერის პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული ცენტრი იყო. ქალაქი ისტორიულად განთქმულია სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრებით, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ცხეთა რჩება ადგილად, სადაც ქვეყნის სულიერი და ისტორიული წარსული ერთმანეთს ხვდება. ახლა კადრში ჯვრის მონასტერს ხედავთ. ლეგენდის თანახმად, წმინდა ნინომ ორი ვაზის რტო გადააჯვარედინათ, მით შეკრა და ჯვარი აღმართა მაღალ ბორცვზე, სადაც მოგვიანებით ჯვრის მონასტერი აშენდა. ეს არის ადგილი, სადაც რწმენა ფეხს იკიდებდა და ახლა აქ დგომისას თითქოს ამ ნაბიჯების ხმას უსმენ. აქედან მოჩანს მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილი, რასაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას შევადარებდი, სადაც ბნელი და ნათელი დღეები ერთმანეთს ერწყმის და წინ თავის გზას მიუყვება. ეს სვეტიცხოველია, ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობა საქართველოში. იგი საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. მე-4 საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მე-11 საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო, ხოლო მოძრაოდ კი არსუკისზე მიიწვია. ალბათ ყველა ქართველს ამ ტაძრის ნახვისას გონებაში გაუცოცხლება ნაწარმოების ჰიროსტატის მარჯვენას გმირები. არსაკიძე, რომელსაც სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს სული, გიორგი პირველი, რომელსაც 12 წლისას სათამაშოების მაგივრად სკიპტრა შეეშიშეს ხელში, რადგან ნაწარმოებში მოქმედება სწორედ მცხეთაში ვითარდება. სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი. იგი აგებულია 1797 წელს, მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა. ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში. სვეტიცხოვლის მონახულების შემდგომ კიდევ უფრო დარწმუნდებით შემდეგ სიტყვებში. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, ხოლო სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.